მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის დაზიანებაში ადანაშაულებს. განცხადებები საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე გააკეთა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმების ფარგლებში საქართველოს 2013 წელს საჰაერო თავდაცვის სისტემები უნდა მიიღო, რაზეც მისივე თქმით ივანიშვილმა უარი თქვა. აუდიო ჩანაწერი სოციალური ქსელებით ვრცელდება. საქართველოს უნდა ხალის შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმება საქართველოს უნდა მიიღო ხობის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკვე 2013 წელს და შემდეგ მოვიდა ივანიშვილი და ეს ამ სისტემებზე უარი თქვა. არა ის მითური ალსანიას ფრანგული სისტემა, რომელიც აბარადუს ხობის სისტემი, მაგალითად სისტემი პროორდერები, მინერალურ სისტემას აუბრუნებს ფრანგულ სისტემებზე, ამ სისტემებზე იყო. იქოს უარი ჩინობის ტიპის პროექტებზე, რომელიც უნდა მიიღო ჩვენთან მინიმუმ 12 წუთი თუ საქართველოს დარჩა სრულიად დაუცველი და სრულიად უწევი. განაკვეთა ბევრ სამორებო. წამდგენოდა ეს საკითხი. დრონის პროფიტონ საფრთხო დრონი, სადაზვერვო დრონი და ასევე დრონი, რომელიც დრონის გადამჭერველი, რომელიც ადროს სხვა დრონებისგან დაცვის. აი ეს განაკვეთი შეერჩება ეს. ასე სიტუაციაში ამგვარად საქართველოს დარჩა ძალიან თულ რეგიონში. რამდენად დაცულია საქართველოს საჰაერო სივრცე ამ თემაზე დღეს ჟურნალისტებმა კომენტარის გაკეთება ირაკლი კობახიძეს თხოვეს. სააკაშვილის განცხადების კონტექსტში მას ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიცემული ინტერვიუში ახსენეს. ალასანი ამბობდა, რომ 2013 წელს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან საქართველოსთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვაზე კონსულტაციები ჰქონდა, თუმცა მას ამ პროცესის შეჩერება მოსთხოვეს. ჩვენ არაერთხელ გვიმშელია, მათ შორის ამ ბოლო თვეების განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემთან დაკავშირებით. იმდენად კომპლექსურია ეს საკითხი, რომ ასე ზედაპირულად საუბარი არ შეიძლება. არის უაღრესად კომპლექსური საკითხი, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე თვითონ რესურსების მრავალფეროვნების კუთხით, ასე მარტივად ამ თემებზე საუბარი და მით უმეტეს საჯაროდ არ შეიძლება. ხო, ეს არის ერთ-ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის უამრავი სპეკულაცია, რაც მოგვისმენია. ჩვენ მუშაობთ გეგმაზომიერად იმისათვის, რომ ჩვენი თავდაცვის უნარიანობა გავაცნობთ. მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე 9 ოპოზიციური პარტიის ერთობა ჩიაფასა და თქვა, რომ ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, განსაკუთრებით ახლა, როცა სააკაშვილის თქმით, დიქტატორების დასრულების წელიწადი დადგა. მივესალმები ყველა შემთხვევაში ოპოზიციურ კონსოლიდაციას, ყველა შემთხვევაში მივეშინებს წინგადადგმული ნაბიჯი და აუცილებლად ეს სიტუაცია არის დიქტატორების დასრულების წელიწადი. ჯაშან დასრულდა ასადი, შემდეგ დასრულდა მადრო, ეხლა დასრულდა ხამენეი და მისი შვილის ძალიან მალე მიყოლა. დიქტატორებს სრულდებიან ასადი, მადრო, ხამენეი, ივანიშვილი. ასადი, მადრო, ხამენეი, ივანიშვილი. ეს უნდა იყოს ჩვენი პროგრამა და ჩვენი გეგმა. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელი სხდომა 7 ნოემბრის საქმეზე გაიმართა.